მეშვიდე ნაბიჯი. მორჩილად ვთხოვდით ღმერთს, როგორც ჩვენის გვესმის, მოეშორებინა ჩვენთვის ნაკლოვანებები. მეექვსე ნაბიჯზე მზად ვიყავით, რომ ღმერთს, როგორც ჩვენის გვესმის, მოეცილებინა ჩვენთვის ხასიათის ნაკლოვანებები. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ცხადად გავაცნობიერეთ ჩვენი დეფექტები და მოვიპოვეთ მზადყოფნა, განთავისუფლებულიყავით მათგან. ვცდილობდით პირადი ნებას შესაბამისობაში მოგვეყონა ჩვენი უზენაესი ძალის ნებასთან. მეშვიდე ნაბიჯზე ამ პროგრესს ვაგრძელებთ ღმერთისადმი თხოვნით, მოგვეშოროს ნაკლოვანებები, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ქმედებებს, გამოწვეულს ჩვენი ხასიათის დეფექტებისგან. ეს ქცევები გვიჩვენებს, თუ სად ვერ შევძელით ჩვენი პოტენციალის გამოვლენა. აუცილებელია ნაკლოვანებებისგან გათავისუფლება, რათა გამოვასწოროთ ჩვენი ქცევები და ვიცხოვროთ ბედნიერი, მშვიდი, მართვადი ცხოვრებით. დეფექტების აღმოფხრის შემდეგ მათ ადგილს ღირსებები იკავებს. ამ ყოველივეს ჩვენი უზენაესი ძალა შეასრულებს, როგორც კი მზადყოფნას გამოვავლენთ და ვითხოვთ ამას. ძალის ხმევა ჩვენზეა, მაგრამ შედეგი ღმერთისგან მოდის. მორჩილად ვთხოვდით მას. მორჩილება არის მეშვიდე ნაბიჯზე მუშაობის გასაღები. პროგრამაში მოსვლის პირველ პერიოდში ბევრ ჩვენგანს არასწორად ესმის მორჩილების მნიშვნელობა. ზოგს გონია, რომ ის სხვა ადამიანებზე დაბლა დგომას ნიშნავს. სხვებს ასწავლის, რომ თავის ზედმეტად თავდაჯერებულად არ წარმოაჩინონ. არის საუბრონ საკუთარ კარგ მხარეებზე, რადგან ეს თვითკმაყოფილების გამოვლინებად და შესაბამისად მორჩილების ნაკლებობად აღიქმება. ზოგიერთს მორჩილება დამცირება შეეძლება და შეცდომით გონია, რომ სხვა ადამიანებისთვის უნდა ვიყოთ როგორც კარის ფეხსაწმენდი ხალიჩა, რომ უნდა ვიყოთ მორჩილ და ურყევნი. ჩვენი ხასიათის დეფექტები იწვევს ჩვენში უიმედობის, უღირსობის შეგრძნებას, დეპრესიას და შფოთვას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დამამცირებლობის შეგრძნებას, მაგრამ ეს არაა მორჩილება. პროგრამაში წინსვლასთან ერთად ვსწავლობთ, რა არის მორჩილება. სიტყვა მორჩილი ორიგინალ ტექსტში humble მომდინარეობს სიტყვიდან ჰუმუსი, რაც ნიშნავს ნიადაგს ან მიწას. მორჩილება ნიშნავს, რომ ძლიერად ვიდგეთ მიწაზე, გვქონდეს კარგი ფუნდამენტური ფასეულობები და მათზე მყარად ვიდგეთ. მორჩილება რეალობის და საკუთარი თავის შესახებ სიმართლის ცხადად დანახვა. ეს ნიშნავს ჩვენი ადგილის ცხადად აღქმას ღმერთთან და ადამიანებთან მიმართებაში, რაც ასევე გულისხმობს იმის გაცნობიერებას, რომ ჩვენ არ ვართ სხვა ადამიანებზე უკეთესი ან უარესი. როდესაც მორჩილნი ვართ, არ ვადარებთ თავს სხვებს, რადგან ეს მხოლოდ აღმატებულად ან სხვაზე დაბლა-მდგომად გვაგრძნობინებს თავს. რამაც შესაძლოა იმ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, რომ სხვის ნაკლზე გავამახვილოთ ყურადღება და საკუთარი ხასიათის დეფექტები უგულებელყოთ. მორჩილება ნიშნავს მზადყოფნას, რომ ვისწავლოთ და ნების ქონას, რომ გავხსნათ გონება ახალი ცნობიერებისთვის. როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას ვითხოვოთ დახმარება და ვიწყებთ 12 ნაბიჯიანი პროგრამის გამოყენება საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად, ეს უკვე არის მორჩილებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მორჩილება თავის თავში მოიცავს ისეთ თვისებებს, როგორიცაა გულწრფელობა, მიმღებლობა, კარგის დანახვა და ნდობა. წინ 6 ნაბიჯზე მუშაობამ გარკვეულწილად მოგვიტანა მორჩილების განცდა და შევიცანით ჩვენივე გაგების ღმერთისადმი დამოკიდებულება. ვცდილობთ განზე გავწიოთ თვითნებური სურვილები და მივყვეთ ღმერთის ნებას ჩვენს ცხოვრებაში. ასევე გავაცნობიერეთ, რომ შესაძლოა არაჯანსაღი დამოკიდებულება გქონდეს ერთი ან მეტი ადამიანის მიმართ. გვგრძნობთ, რომ მათ გარეშე დარჩენა არ შეგვიძლია, რომ ისინი გვჭირდებიან სრულყოფილებისა და დაცულობისათვის. რა თქმა უნდა, ადამიანები გვჭირდება, მაგრამ არა არაჯანსაღი დამოკიდებულებით. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ზრდის პროცესი დიდწილად დამოკიდებულია სხვებთან გაზიარებაზე და შინაარსიან ურთიერთკავშირზე დამყარებულ ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. რას მივიღებთ მორჩილებით? ის გვეხმარება, რომ მარცხი და ტანჯვა წარმატების და სიხარულის საგნად ვაქციოთ. მორჩილება გვაძლევს თავისუფლებას, გავუზიაროთ სხვებს ჩვენი პირადი ისტორიის დეტალები, რათა დავეხმაროთ მათ, ვინც ემოციური სირთულეებით იტანჯება. ჩვენი ნაკლოვანებების მოშორება მოგვიწია. სიამაყის წინაღობის გადალახვა და ჩვენზე აღმატებული ძალისთვის, ჩვენივე ნაკლოვანებების მოშორების თხოვნა. როცა მზად ვართ მორჩილად ვთხოვთ, უზენაესო ძალა მაქვს ნება, სრულიად გადმოგაბარო საკუთარი თავი, ჩემივე კარგი და ცუდი მხარეებით შენ. ახლა კი გთხოვ, მომაშორო ხასიათის ყველა დეფექტი, რაც ხელს მიშლის ვიყო სასარგებლო შენთვის და სხვებისთვის. მომადლე ძალა შენი ნების აღსასრულებლად მოქმედებისთვის. თუ სრულებით მზად ვართ ჩვენი ხასიათის დეფექტების მოსაშორებლად და გვწამს, რომ ჩვენი უზენაესი ძალა მოგვაშორებს მათ, შემდეგ ისინი ჩანაცვლდება ჩვენთვის საჭირო ხასიათის ღირსებებით. ცვლილებები ხდება, თუმცა არა ყოველთვის ჩვენს მიერ განსაზღვრულ დროის ვადაში, ან ზუსტად იმგვარად, როგორც თავად დავგეგმეთ. თუ რამე დაუყოვნებლივ არ ჩამოგშორდება, ვაანალიზებთ, რომ მოთმინება გვჭირდება და შესაძლებელია მეტი სამუშაო გქონდეს გასაწევი. შესაძლოა ჯერ არ ვართ სრულად მზად ამა თუ იმ კონკრეტული დეფექტის მოსაშორებლად და ის ჯერაც გვჭირდებოდეს რაიმე გაკვეთილის სასწავლად. შესაძლოა ღმერთისადმი მორჩილად თხოვნის ნაცვლად დახმარება მოვითხოვეთ მისგან. როდესაც მორჩილებაში ვიზრდებით, ღმერთთან ურთიერთობის შესახებ ახალ გაგებას ვაცნობიერებთ. ახლა მერვე და მეცხრე ნაბიჯებში მუშაობთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.